მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ეს უნდა ვნახოთ Gravity Falls-ი პირველი იარა და მეორე სეზონის მე-14 და მე-15 სერიები. საკმაოდ საინტერესო სერიები იყო ამ ბოლო დროს. ბოლოს მომეწონა მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენებთან შედარებით ოდნავ სუსტი იყო, მაინც საინტერესო იყო. ვნახოთ ახალი სერიები. რითი გაგვახარებს. ასე რომ ხო, გავიგეთ პარალელური სამყაროს თუ ჩვენი სამყაროს. მე მგონი რაღაცა ახსენეს მაგაზე არ ვიცი ზუსტად. ჩვენი სამყარო რო ახსენეს, მახსოვს ზუსტად. გასაგებად არ მახსოვს რა თქვა ფორდმა ბოლოს, მაგრამ მოგეთ ჩვენი სამყარო საფრთხეშია რა, რაც თავარია იქ მახსოვს. რა სხვა galaktika ახსენა თუ სხვა სამყარო ზუსტად არ ვიცი. გავიგებ ახლა. მაგრამ აშკარას კრეოზი გიმჭირს. ახშენი. შემთხვევით საიტზე გადავედი. სერიის სათაური არის The Centurion Candidate. Centurion აშკარად რაღაცა შეცვლილი სიტყვა Centurion, მაგრამ რატომღაც არ მაგონდება ორიგინალი, რა შეიძლება იყოს. თუ ვიხდით. რა სიტყვა შეიძლება იყოს სინამდვილეში, რომელი უნდა იყოს გადაკეთებული. კაი, ნახავთ. Gravity Falls-ი მეორე სეზონის მე-14 სერია 3-2-1 დავიწყოთ. კარგისთენ, კიდევ ერთი მტკივნეული დღე. დავედით. აუ. კარგი ის რა. ცის გადატანა მინდოდა რამე, ამიტომ ჩუსტები გამოვიყენე. მეიბელ. რა ხდება? ჯერბასასტენ, სოსისთვის კოსტუმის შესაქმნელად წავიღე ნატურები. წუხარ, პიპერი. ამრიგში არ ჯევდგეთ. მოხუცი კაცია. ალბათ ერთპენიანებით და ომის დროინდელი მედლებით გადაიღო. კაი, რობი იცი ვინც არის. მეთესობის მოპარვას ვაპირებდი. დაცვა. ვამლის ბომბი. და ახლა წაწერა გოდიში სტენ. თული დღე იყო, მაგრამ ნატურის შეცვლად მაინც ღირდა. და ფორდმა ყველაფერი გააკეთა. თქვენც ხედავთ? აი როგორი აქ მირი. მეგონა ნატურები აღარ გქონდა. მართალია, ამიტომ ახალი გამოვიგონე. რა თქმა უნდა. 1000 წელი გაძლებს და მისი შუქი განს უფრო ნაზის ხდის. მსგავსი სინაზი აქამდე არ მიგწნია. რა შენსაც იყავი? ყველად გადააკეთა ისე. კარგი ამბავი მითხარი. ჯერ დაგჭირდეთ მე. მერი გარდაიცვალა. რა? რა ხდება? დათვების მიერ გაზრდილი მერი იუსტის ბამპტლამპტერი ცნობილი სერიოზულად? წყლის კოშკის აღებით. პირველი მსოფლიო ომის დაწყება და გიდეონის ციხეში ჩასმით. გიდეონის ციხეში ჩასმით, ვაუ. მის ძეგლს უკვე აგებენ. მის საპატივცემლად. შეიძლება კარგი გამოვიდეს, არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით უცნაური ჩანს. უბრალოდ დიდი ხანია ნამდვილი ამბავი არ გამოგვიცხადებია. ხანია ნამდვილი ამბავი არ გამოგვიცხადებია. ჩატარდება ახალი კანდიდატურის განსახილველად. ახალი მერი სტენი გახდება ახალი მერი? ვინ გახდება? არ თქვათ. ეს შეგოკრებული ინტრო რა არის? გახმოვანებულია აჯარანეთკომის მიერ. მომინდება ხოლმე ცოტა წაგიგინება და დამთავრდება უცბად. დათმარდით. აქ შევიკრიბეთ რა დაავირჩიოთ ახალი მერი. ქალაქის წესის თანახმად ღირსეული კანდიდატი შეიძლება იყოს ის, ვისაც ჭრდილი აქვს 1000-მდე დათვლა შეუძლია და ქუდს გააძრენს რგოლს. რა თქმა უნდა. აბა სხვა ვინ გახდება? ჩემი აზრით მოთხოვნებს ვაკმაყ. არ ვიცი. კარგად გამოიყურება, თუმცა მისი შვილი ციხეში გავუშვით. ხო. კარგი დღე იყო. კარგი დღე იყო, ნამდვილად. ხმოებები გქონდა, მაგრამ მინდა ყველაფერი ჩემი მერობით ავანაზღაურო.
სიმართლე გითხრათ, არაა ცუდი აზრი, ანუ არ ჩანს გიდეონის მამა როგორც ცუდი ტიპი. პატარა გიდეონს ისე უკავშირდებით? მშვენიერი შეგიხვა. გამოყენებული ბარათის 50%-ს ჩუქნით. 50%. 50. სავარძლის ქვეშ დაიხედეთ. ყველას გერგებათ იგივე საჩუქარი. ფულს ჯობს. საყოდ. ფერადი გაღალდი? მე მხარს ვიჭერ. არა მგონია რომ რამე კარგი. რაც უკავშირდებოდეს გიდეონს, ეხლა რა არის ცუდი? კანდიდატი არ შვილი არის ბოლოს და ყველა ბოლოს. ტედივით უცნაურია. უცნაური ტედის გარდა რა თქმა უნდა. უცნაური ტექს. გამოდი. ტედი მკვია. და ნორმალური ვარ. მიყვარ ხარ ტედ? მე კი პური მიყვარს. სამწუხაროა რომ ფორდი აქ არ არის. კარგი მერი იქნებოდა. ფორდი იქნებოდა კარგი მერი და ახლა სტენი თავის კანდიდატურას წარადგენს. მე პირდაპირ ოფისში დავჯდები. არა. შეჭერდიბათ. მე გეწინააღმდეგები. სტენფორდ? არ გეწინოს, მაგრამ სტენლი. ძაღლს გავხარ და თავზე დიდი ყურები გაქვს. და მართლა? აი შენი სახე უფრო მსუქანია ვიდრე სუსტი. როგორ გითხრა? რა სიტყვით? ბაც გავამარჯვებინებთ? ნამდვილი არჩევნები არ გინდათ? შედი ხუდო. როგორ ჩენ შეჯიბრი იქნება? რისი წინააღმდეგიც არ ვარ. აშკარად ხარ. სტენ. იცი რომ ძლიერი მტერი გაიჩინე. მაინც მე გავიმარჯვო. და როცა ეს მოხდება, აკაურობა აღარ მოგეწონება. აღარ. არჩევნები. არჩევნები. დაიწყო სიგიჟე. ბაბუჯი არ ესაკეთებ? მერის კანდიდატი ვარ. ვერ გაიგეთ? ბაბუჯი არ გეგონოს რომ შენი არ გჯერა, მაგრამ შენი არ გჯერა. ნუ ღელო მეიბელ. ჩვენ შენი არ გჯერა. ბავშვებო, დაფიქრდით და მიხვდებით. მოხუცი ვარ წავს სულში ვეღარ დავბრუნდები. ჩემი ძმა ალბათ თავისი გამოგონებებით ცნობილი გახდება. მე კი რა მაქვს? საფლავის ქოზე რას დაწერენ? არ ჯობია მე რად მომიხსენიონ? მეიბელ. სტენი საუკეთესო კანდიდატი არ არის, ეს ვიცი. ახლაც კი ქურდობს, მაგრამ ბადი რაღაცა საპირებს და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ. ვითომ? მართალი ხარ. სტენს ქარიზმა აქვს. რამდენად რთული შეიძლება იყოს არჩევნების მოგებანა და ნუ მარტივი არ არის ცნობისთვის. Swines for Pines series. მომისმინეთ ყველამ Gravity Falls-ის არჩევნები, ორ ო, ნაწილად. ყველა აქ არის. 4 შაბათს კუნძულზე სიტყვით გამოსვლა. ნამდვილ კუნძზე. ბარასკევს დებატები, რომლის დროსაც ქალაქელები მოწონებულ კანდიდატს მართლეულში აყრიან, მერე თავისუფლების არწივს გაათავისუფლებენ, რომელიც უფრო მეტი მართლეულისკენ წავა და აკოცებს ამორჩეულ მერს. ეს ცოტა უცნაური იქნება. მეც კი ვერ მოვიგონებდი. ნამდვილად. ბაბუჯი ამზად ხარ რადიო ინტერვიუსთვის? რადიო ინტერვიუ. მერი ხომ აქვს არა? გაკავშირებ ო, კაი. თქვენ უსმენთ პოლსის რადიოს მოხსალოდნელია დათვების თავდასხმა, ახლა კი კანდიდატის ინტერვიუ. გამარჯობა, კანდიდატო სტენ. პირველი კითხვა. რას ფიქრობთ ამერიკის დროშაზე? ვაიმე. ნიშნულობა არ აქვს, თუმცა ბევრი ზოლები აქვს. შემდეგი შეკითხვა. რას გააკეთებდით ჩვენი ბავშვების განათლებისათვის? ვაიმე არა. გავლია. კონძულზე გავგზავნიდი, სადაც დომინანტობისთვის იბრძოლებდნენ. სიტყვებსაც ვასწავლეთ. მიხდებიან ცხოვრების არსს. Gravity Falls-ის დანაშაულებზე რა აზრის ხართ? ზოგადად დანაშაულზე თუ იმაზე, რასაც მე? კარგი ინტერვიუ დასრულდა. შენდი რა ხდება? რეიტინგი 0-დან იწყება ჩვენი კინოს ქვემოთ. ინტერნეტში პოპულარული ხარ. ვაიმე. ასებარი ბიბები როგორ შექმნეს. ზირკბილას გავხარ. ცუდი სუნი კი არ გაქვს უბრალოდ. თავზე დაფარება უნდა ისწავლო. ამიერიდან ჩვენ მიერ მომზადებულ სიტყვებს აიკითხავ. მაბადიეთ, მაგრამ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. თუ ქალს მახინჯი ბავშვი ყავს, მე ვამბობ, ქალბატონო, რა მახინჯი ბავშვი ყავთ. სტენ, მაგათი მაგრამ არანაირად არ აგერჩევდი მენად. რამდენიმე დღეში კუნძზე უნდა გამოვიდეს. თუ ასე გააგრძელებს, ბადი მოიგებს. ცუდია რომ ისეთი მოწყობილობა არ არსებობს, რომლითაც შეიძლება გააკონტროლო. მოიცადე? არსებობს ვაიმე ფორდ. ეს დიდი ხნის წინ რონალდ რეიგანისთვის შევქმნილი. ასტუხი. სტენმა უნდა გაიგეთოს და რასაც გინდა იმას გააკეთებს.
საოცარია. თავარია ვინმე სხვა მაგ გააკონტროლოს. თავარია შენს გეკეთოს. და ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც შენ გინდა. მადლობა ბაბუძია ფორდ. ხო, პასუხისმგებლობით მოეკიდე. მადლობა ჰოსტოფისთვის ძმაო. მაგარი ზოლები აქვს. როცა რა სუსტობთ ეს? ნერვი მოქმედებს. ჭართი და გამოსტადე. ო, I'm a dancing dude. I got some fancy moves and a bad attitude. მაგარია. მეგობრებო, რაღაც უცნაური მოხდა. ამისა გავგიჟდე. მე სუსტრონი ვარ. მიყურეთ. გეყოფა მეიბელ. გონების კონტროლი მაგარია. მერტო, ცხოვრებამ თვალწინ გამიალვა. განათლება მივიღებ. აყვავება მივიღებ. საამაყო გრავიტი ფოლსი მივიღებ. ესეც კი მაგეთესად ლაპარაკობს. გადავლის გარეშე. ბაბუძიასთან თითქოს დროშის. აკვაკის სტენფორდ ბაინსი. შენი ჯერია. ანუ ჯერ კიდევ სტენფორდად იცნობდნენ. ლოგიკურია ახლა. სტენდი არის ჩემს თან, არა ჩემს თავს. გრავიტი ფოლსი ქალები ბევრ მაკიაჟს ისვამენ. ჩაერია. იმის თქმა მინდოდა რომ შვენივრად გამოიყურებით. თან ვარცხნილობა შეიცვალე. მეიბელ. გამოიყურები. სწორედ ამის გაგონება მჭირდებოდა. იქნებ შევს ისევ დიპერმა გააკონტროლოს, სერიოზულად ვარ. მე სტემპაინსი ვარ. როცა პატარა ვიყავი ალბათ გახსოვთ როგორ გავათავისუფლე ფუტკრები. არ გვახსოვს. მადლობა. მაგრამ მე რაღაცის მჯერა. მე მჯერა ამერიკის და თავისუფლების. მერტო ყველაფერს ჭეშმარიტებას ეგრე დიპერ. შეიძლება ჩემი მოწინააღმდეგეები უფრო ლამაზები არიან, მაგრამ გავარია მოსმენად. მე კი მიხარია რომ ამ ხელა ყურები მაქვს. მიხარია რომ ახლა ყურები მაქვს. ახლა კი ვიცეკვოთ. კარგი ეს ზედმეტია. დაჟიგა შეცვალეს ერთი მომენტი. ბაბუძია საოცარი იყავი. ეს როგორ შეძელით მისტერ ბაინს? არც ვიცი. ვერი გავაყიდა თითქოს ჩემი გული ლაპარაკობდა. ან მუცელი, ეს ხალხი რატომ ურტყამს ხელებს ერთმანეთზე? ისინი ტაშკი იკრავენ ბაბუძია. ყველას მოეწონე. კი, ცხოვრებაში ტაში არაბის დაუკრავს სტენისთვის. სტენ. აი ისიც, მისტერ ბაინს შეიძლება სურათი გადავიღოთ. დიახ, შეიძლება. ხო, არა, ყოველთვის ესე ხო არის ამით. ჯანდაბა წეული მციყოს. უკაცრავად, ბოდიშ ვიხდი. უდი ამბავია. ჩემს მენეჯერს უნდა დაველაპარაკო აუცილებლად. უკაცრავად. უხარ მაგრამ ეს უმნიშვნელო დაცემა. მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ. უმნიშვნელო დაცემა? დეონი. მამის მინე მამა, ციხე ნამდვილი კოშმარი. Prison break წინგირობს. ნაგავჭამ. თმის მოსავლელი პროდუქტებიც არ აქვს. ვერ ვიძინებ რადგან თანამე საქმე ბალიში წამართვა. ძოლი გონია. გონია კვერთობი? გამარჯობა მეგობარო. მეგობრების სამაჯურების გაკვეთილზე არ დაგვიგვიანდეს. აქ დროს ხატვა მაქვს. კი, სულ ერთობი. ჩემი ბილეთი აქედან გასაღწევად. ამიტომაც უნდა გაიმარჯვო. გამათავისუფლო და პაინსები ვეღარცად გაგვექცევიან. მაგრამ ხალხს ძალიან უყვარს. თითქოს მაგიურია. და გიდეონი კი მიხვდება. იქნებ დროა ცეცხლით უპასუხოთ. ოპა. ამას დიდი ხანი მინახავდი. Possession. შევთანხმდით რომ შალოთ Possession. ანუ სხეულზე კონტროლი. უფრო ფართოდ უნდა იესწრებო. არა. ოღონდ ეგარა. მამამის. გონებული აჯარანეთ კომის მიერ. გიდეონ. ის არის. კარგად გამოიყურებით კანდიდატო. მე ამ კაცს ვაძლევ ხმას. შვენივრად გამოიყურებით სტენფორდ. დედ, ძალიან სიამოვნებ შენგან ამის მოსმენა. სტენ. ახლა მხოლოდ კალბატონებმა. სტენ.
ახლა მხოლოდ ჩემი ასაკის ქალბატონებმა. ოპა. კარგი დაივიწყე. ჩვენ ხარზე იყოს გამარჯვებული. Stand for mayor. ამას შეიძლება შევეჩვიო. აბუძია, ჩვენი ფორმა სად არის? იღბლიანი ჰალსოხიც არ გაწვია. მნიშვნელოვანია უნდა გეკეთოს. წინასწარი მონაცემები არ გინახავთ? შიშველიც რომ ვიყო, მაინც გავიმარჯვებ. ნუ ხმას რა მომდებარა. საჭიროა. მართალია უნდა ჩაიცვა. ყოველთვის რატომ მასწავლის ჭკუას? ყველა მაფასებს, იქნებ თქვენც იგივე გააკეთოთ. ჩვენც დაგაფასებდით უფრო სერიოზულად რომ უდგებოდი ყველაფერს. ასეც ვიქცევი. ვერ ხედავთ? თქვენი სულელური რჩევების გარეშე მივახციეთ წარმატებას. სულელური ასე არა ხარ. ხო. ჯანდაბასტენ, გამოსვლების დროს ჩვენ გაკონტროლებდით. ტიპერ. და? ეს გონების გასაკონტროლებელი მოწყობილობა ფორდმა სერიოზულად? წააგებდი. ფორდს გადაეცი რომ ნატურებიანი ჰალსტუხები თავისთვის დაიტოვოს. ოჰო. ამ არჩევნებში მე გავიმარჯვებ. ნატურებიანი ჰალსტუხები. დენ მოიცადე. ცუდი ამბავია. დებილო. ახალი კანდიდატი გჭირდება. სუპრაბურთელი. იმე რომელსაც ჩვენს ჭკუაზე თავისუფლად ვატრიალებთ. შა. მე დაბეხმარებით. დავი მაისური. არ მითხრათ ახლა რომ სუსი. ახლა ასე უნდა ვიცხოვრო. მართლები თქვენი ფავორიტი კანდიდატის მხარდასაჭერად. კეთილი იყოს თქვენი ფინალურ დებატებზე მობრძანება და აი სამი ყველაზე პოპულარული კანდიდატი. მეოთხე მიკროფონი ვისია. დიდი ხანი არ შევხედრილ ვართ. გიდეონი. მიწასთან გაგასწორებ. გიდეონი ლაპარაკობს. არა მგონია ჩემი საყვარლობით მოგიგებ. კაი, შენ მაინც რა გჭირს? დისკომფორტს მიქმნი. და რა ხდება? ახალი კანდიდატი შემოუერთდა ბრძოლას. სუსი. დავა. გამყიდველები. დაიწყოს დებატები. პირველი შეკითხვა. რას ფიქრობთ ნაჯახებზე? უბრალოდ გადასახადებზე. გაჯახებს. მარგია. ეკონომიკის სტიმულაცია მეზობელ ქალაქებზე ბრძოლის გამოცხადებით შეიძლება. გადასახადები არ ვიცი, მაგრამ ყველას კნუც გვირდებით. რა ვაზრობა მეიბელ? ვაზრო შენ ხარ დიპერ. მეგობრებო, ამათ პრობლემებზე ეცინებათ. მე შემიძლია სიმღერა მოგიწყვნათ. სიმღერა. ჯანდაბა. აიცი. მე მგონი ეს საბოლოოდ ეს ტიპი ტაილერი გაიბარჯვებს. შეგიძლიათ ფავორიტს მარცვლები შეაყაროთ. ბადმა, ახლა სერიოზულად. კი შესვენების დროა. ცოცხლად. ტიპს მათ არ ამოუღია. დი ასეთი უცნაურად საყვარელი როდინან გახდა? არ ვიცი. ვერაფერი გავიგე, გეკონება თითქოს? თითქოს? გამარჯობა მეგობრებო. როგორ ხართ? გარდა იმისა, რაც ვიცი როგორ დღეში ხართ. ვიდეონ, ვიცოდი რომ შენ იდექი ამის უკან. ბაც საკონტროლებ. თქვენ კი სტენფორდს აკონტროლებდით. ნუ კი. გოროდებულ ხართ. მამიკო, გაგვიშვი. ეს არ არის კარგი. ვერთო. როცა გავიმარჯვებ, ეს ქალაქი სამუდამოდ ჩემი გახდება. ეს არ შეგრჩება უცნაურო ჯუჯა. მეიბელ, შენ დაგიდობ თუ ჩემი ძოლი გახდები. ეს კაბაც კი სერიოზულად. ციხეში. მასალა არ ეკითხო. მირჩევნია მოვკვდე. კარგი. ხოდა მოვკვდი. როცა გავიმარჯვებ, თას ჩამოაგრეს და თქვენ აქ გაეჭედებით. თელი ზაფხულია ციხეში ვარ. ახლა თქვენს მიხვდებით რა გძნობაა ეს. Gravity Falls-ის მერც მიესალმეთ. არ ვიცი. ამიტომ თავისუფლების განდაკება ყველაზე საუკეთესო ორიენტია. ცოტა გაცურია. რა გინდა ჩემგან? მუსტენის რეიტინგი ნელა დაეცემა. რა გინდა ჩემგან? არაფერი გამომდის. ბავშვები მართლები იყვნენ. ე? და მომესმინე სანამ შანსი მქონდა. დაგვეხმარეთ. რა ხდება?
ფეიერვერკებზე ვართ მიბმული. სტენი გადაარჩენს. ბავშვებო, გიდეონი შეუშლის ხელს, მაგრამ სტენი გადაარჩენს. დებატები დასრულებულია, ჩემი ოჯახის წევრები უნდა გადავარჩინო. აბარა. ეგენი სათამაშოებია. საინტერესო არაფერია. მოკიდე. ყველაფერი უცნაურად შეიძლება. ახლა სტენი დაიმსახურებს ხალხის პატივისცემას. და ხმებს. რა ჯერდებას საკეთებთ? მოშორდით საშინელო ჭიდებო. ოუ. არა. Yes. ბაბუძია სტენ. ბავშვებო, მაბადიეთ რომ ჯიუტი ვიყავი. ქალაქის გმირობა საკმარისი არ აღმოჩნდა. გვენი გმირიც მინდა ვიყავ. გვაპატია ბაბუძია. წაგების და მოგების შემთხვევაში მხარი მაინც უნდა დაგვეჭირა. უფრო წაგების. ჩემი ძმა ჩაგაგდო. არა. ისევ მეორდება. ნახონდეს ბატონო გიდეონ. ხალხა სამუდამოდ მოვაგვარო. არა. არა, აქედან უნდა მოვშორდეთ. ბავშვებო, თუ მოვკვდი, ჩემი საფლავის ქვა ფორდისაზე დიდი უნდა იყოს. მეგაიფერით. კარგი, რაღაცებს დაილეწავთ. ოკეი. მაგრამ მაინც უნდა დავიწყეთ. არა. ნამდვილად ციხეში ხარ ახლა? Mayor picking eagle. და ახლა სტენს აირჩეს, ხო? მერი პაინსი. როგორც ჩემს ვიცით, ვინც გაიმარჯვა. ახალი ამბავი სტენფორდ პაინსმა წააგო. რა? მიუხედავად ხმების 95%-ისა მისი დისკვალიფიკაცია გახდა საჭირო, რადგან აღმოუჩინეს კრიმინალური წარსული. ესენებია. რა არჩევი? დათვილად, მეიბელ, რას კითხულობ? დათვებისთვის მართვის სწავლებას და სხვა მრავალს მოიცავს. და კიდევ ერთი დანაშაული, რომელიც ლამასთან იყო დაკავშირებული. ლამასთან? ამის გამო მერობა ჩინლავა ბევრი იცოდა. რომელმაც შეავსო განაცხადი. ადგილობრივ ტაილერ სერიოზულად ტაილერი. თავიდან კითხვი ტაილერი გაიმარჯვებს თქოლა არა. ახლა კი სტენის უკვე აღარ მეგონა. პირველი ხარისხის თერმომეტრის ქურდობა. მოფსების არალეგალურად გადაყვანა. ნიშნავანი რაც იყო გამოტოვეს. კარგი. ბევრი აფიმოფსი ჩამივარდა ხელში და უნდა გადამეყვანა. ზუხარ, ფიქრობ კარგი მე იქნებოდი. არა იქნებოდა. იქნებაზე უმჯობესია. ჩემს ოცნებას მიუახლოვდი. რაღაც მოგიგზავე. ოფიციალური არ არის, მაგრამ გერგება. ჩვენი გმირი. ასევე ეს სერია ძალიან ბარი გავიდა. მეგონა. წვიალა ქაღალდი. ხო, მართლა. გინდათ მერი ტაილერის საცხოვრებელი გავაფუჭოთ? ვაუ. საწყარი ტაილერი. ზუხარ მარჩევნებში ვერ გაიმარჯვე, მაგრამ თუ დაგამშვიდებს, დღეს აჯანყება უნდა მოვაწყოთ. ამან შემოგვიერთდები. მადლობა აჩრდილთვალა, მაგრამ ხასიათი არ ვარ. ხოლოდ ეს პოსტერი მაძლევს იმედს. მე გაიფებით? მზად ვარ გარიგების დასადებად. გახმოვანებულია აჭარანეთ კომისია. მე გაიფებით ისევ? და ისევ იქამდე მივედით, რომ გიდეონ იძახებს ბილს. არ ვიცი. კარგი. ესე იგი ეს იყო Gravity Falls-ის მეორე სეზონის მე-14 სერია The Centurion Candidate. საშუალოზე მაღალი იყო სერია დონი სერიის. მომეწონა მართლა ეს მერის ამბავი როგორც გავაკეთეთ, მართალია არ ვიცი როგორი მერი იქნება ტაილერი, მაგრამ ნახოთ. სტენი ხო არ იქნებოდა კარგი მერი და სიმართლე გითხრათ მიხარია კიდეც რომ არ აირჩიეს. სერიოზულად რა, Gravity Falls-ისთვის
ისედაც Gravity Falls-ში ჭკვიანი კაცის პოვნა ძალიან რთულია, მაგრამ აი ეს უფრო ისეთი ვერსია არის. უკეთესი შედარებით ცდენთან, მაგრამ მაინც ახლა გიდეონის მამაზე ვცდებოდი. ვთქვი რომ არაფერს ცუდს გეგმავს მეთქი, ეგეთი აზრი მქონდა უფრო სწორად და თურმე რამე ცუდს გეგმავდნენ, ეგ და თავისი შვილი. სამწუხარო არის რომ უფრო მეტი ვერ გავიგეთ გიდეონის ამბის შესახებ, მაგრამ იმედია ამ სერიაშივე გავიგებთ უკვე. იმიტომ რომ ჯო დავუკვირდეთ ახლა, თად ბევრი სერიაც არ დაგვრჩეთ ფილმამდე. 15, 16, 17, 19, 20, 21. 7 სერია. ახლა ნახავთ მე-15-ესაც. ესე იგი. და გიდეონი იძახებს ბილს. იმედია ამავე სერიაში ვნახავთ. კარგი. წავედით, ხარ გავკარგოთ დრო. ასე, ნორმალური სერია რა, გასვლისთვის რო თქვა. არაფერი განსაკუთრებული, არაფერი ისეთი შთამბეჭდავი, გარდა ბოლოს სცენისა, სადაც გიდეონი გვაჩვენეს და ბილს აიფები. წავედით. 3, 2, 1. The Last Mabelcorn, ასე ქვია სერიას. The Sibling Procene. პრინცესა სიყვარული ამბობს. ეყიდა ჩემი ორმო. Unicorn, მაგას გულისხმობ, ეს 40. პარალელური სამყარო. ბილი. ეს სიცილი მეცნობა. მეჩვენე. ბილი. მართალი ვიყავი სტენფორდს იცნობდა. მომენატრა შენი ნახვა სტენფორდ Pillbrick Pines. ძველო მეგობარო. ბილ საიფერ. რა გინდა ჩემგან? გეყოს სულელური როლის მორგება. ვიცოდი რომ დაბრუნდებოდი. გონია პორტალის დახურვა ბრას დიდხან შეაჩერებს. მეგობართან ერთად დიდი დღისთვის ვემზადები. მალე კონტროლს დავკარგავ. ოპა. მოშორდი აქედან. ჩემ სამყაროში არაფერს არ მოადგენ. შესაძლოა ახლა არა, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია Stanford Pines. კარგი. ეს რა იყო? ყველა უნდა გავაფრთხილო. ის მოდის. ბილი მოდის. ანუ გამოიძახა გიდეონმა ისევ. რა შეიძლება? შემოქმედი მეინტრო რა. ბაბუძიეს რამე წესიერი სამაგიდო თამაში უნდა ჰქონდეს. ნახოთ. What could go wrong? არ გააღვიძო სტალინი. არ გააღვიძო სტალინი. ეს რა? შეიძლება მოხდეს თამაში. ვინც ეს ბოლოს ითამაშა, არ გადარჩენილა. გონი ვიცი რასაც. მომდევნო 21 წუთი ამას დაეთმობა. ოჯახი შეკრება. არა. ახალი გეგმა გვაქვს. კარგი სანდიაგო, 24 საათი გაქვს ამ მოფსების ამერიკიდან გასაყვანად. ოჯახი შეკრება. ნუ ღელავ. წადი. ბავშვებო, შემოდით. მისტიური გრაგნილები და ნაყენები. უნდა გითხრა რომ ჯადოქრობის სკოლაში მივდივართ? აქ ბუყავს? არა, გარწმუნებამ ჩემთაში ბურონ ყოფილიყო ვერ გადარჩებოდა. ვერ გადარჩა. მითხარი რომელიმე სიმბოლო ხომ არ გეცნობათ? ბილი. იცნობთ? ვიცნობთ, თელი ზაფხულია გვატერორებს. თელი ზაფხული არ არის ცნობისთვის, მაგრამ იმის შემდეგ რაც ბილმა წინდის თოჯინად გადააქცია, გაბრაზებულია. დავარია რომ ორჯერ დავამარცხეთ. ერთხელ კნუტებით და მეორედ ღუტუნით. გაცილებით გმირული იყო ვიდრე ჭყელი. ის პირდით ძალიან ეგ მართალია. და შენ საიდან იცნობ ბილს? ბევრ ბნელ არსებას შევხედრილ ვარ. დავარ ის არის ახლა რომ ის ძლიერდება და თუ თავის გეგმას შეასრულებს ჩვენ საფრთხეში ჩავარდებით.
საბედნიეროდ არსებობს გზა მისი ხრიკებისგან თავდასაცავად. აბა, გოხი, ბილ გამძლე შეიძლება გავხადოთ. გიგამწნე. დავარი ქვების დალაგება აქ და აქ. მოვასხა ვერცხლის წყალი და კიდევ ზღაპრული ცხენის თმა. საიდან იშოვა? იშვიათი ხომ არა? ზღაპრული ცხენები მოჯეროვებული მდელოებზე ცხოვრობენ. ზღაპრული ცხენები. მინდა გულის მქონე ადამიანი შეუძლია რომ მოიპოვოს. მეიბელი იგეცია. ბაგუძია შეიძლება მე წავიდე. ზღაპრულ ცხენებზე ვგიჟდები. პირველად მეიბელ არასაკმაისად სერიოზული სიტუაციას. ზღაპრული გავხადე. ჩემს ვიტარს ვერ ამჩნევ. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რომ ყველაზე წმინდა ადამიანი ვარ ამ ოთახში. მართალია ჭკვიანურია. ვერ შეგეგამათები. შეიძლება თმის მაგრამ მოსაპოვებლად წავიდე. ერთნაირები არიან, ასუსტად. პიტერი და ფორკი. კარგი, მაგრამ გაგიჭირდება. ეს საერთოდ და ესეც. აქ დიდი ხანი არ ყოფილვარ, ბავშვებისთვის იარაღის მიცემა ხომ შეიძლება? ნუ, აინსებთან შეიძლება. გაიგეთ. სუდი დრო იყო. კენდი, გრენდა, ფენდი. გეგმები გადადეთ. რამ ხელა შანსი აქვს თმის მოპოვება? ვენდისთან გყავს. ძირე, აქამდე მინახავს ზღაპრული ცხენები და საშინლად გამაღიზიანებლები არიან. და ბილს რას მოუხერხებ? მომყები. ეს ჩემი კერძო განყოფილება. აქ მინახავ ყველაზე ძველ და საიდუმლო ცოდნას. სტენმაც კი არის ის აკაურობის შესახებ. ლიბერ მოდი. თუ ქოხს ვერ დავიცავთ ბილისგან, უნდა ვცადოთ ჩვენი გონების დაცვა. აი, სესიამოვნოა გოგონებთან ერთად მისიაზე გამოსვლა. დაივიწყე. მე აქ ვარათა შევხვდე, შევეხო და გავხდე ზღაპრული ცხენი. გამიგია თუ მის კისერსა ლოკავშენ საყვარელ გემოს იგრძნობა. კარგია. აუცილებლად მოგცემ საშუალებას, რომ კისერი აულოკორად მიყვარ ხარ. ზღაპრული ცხენების აღარ მჯერა უკვე 5 წლიდან. ვენდი, უარესი სიგიჟეები გაქვს ნანახი. კარგია. შეჭარდით. ეს მაგიური ნაწილია. აქეთ ჯუჯების სამიკიტნოა. ჯუჯების. თავანი აქეთ. და ზღაპრული ცხენების გამოსაწახებლად უძველესი შეძახილების წარმოთქმაა საჭირო. ახლავე. $1 ჩამოვდივარ, არაფერი მოხდება. თანახმოვარ. კაი. ფურგონებზე მიხატული ნახატები ნამდვილი ყოფილა. ესეც ჩვენი ზღაპრული ცხენი. დედების დედა. ოცნების ოცნება. არ არსებობს. დამჯერი არსებობს. ისმინეთ, ჩემი ჯადოსნური ოთახის სტუმრება. გრენდა. რა ქვია? ჩემი სახელია სელეტა ბელა ბეტაბელი. უკანასკნელი გვარში. მობრძანდით, მაგრამ ფეხზე გაიხადეთ. არ მომწონს. შენს გასაგონათაც ვთქვი. სელეტა ბელა ბეტაბელ. ვრცელი გზა გამოვიარეთ. ალბათ 1 საათი მოვდიოდით. ჩემი ოჯახი უნდა დავიცვა შენი მაგიური თმით. შენი შანსია გენდიალოგე. ძალიან კარგით მის მისაღება წინ წამოიწია წმინდა გულიანო გოგონა. აბა, წარმოგიდგენ მეიბელს. რა? შენ? ზღაპრული ცხენი შენს გულში იხედება, შენ კი ბევრი დანაშაული გაქვს ჩამონილი. შეიძლება დიპერს ხშირად დავცინი და შვილდეს რით პანჯარაც ჩაკეხე. აქციელი მატერებს დაბრუნდი, როცა წმინდა იქნები. დაბრუნდი მაშინ. და სხვა ვინმე გასასვლელი კენდი, გრენდა. ფეხსაცმელები ხო, სერიოზულად, სად ვიდიხართ? არ დაგავიწყდეთ.
მეიბელ, არ მიაქციო ყურადღება. ხამე მაკიაჟიან ცხენს არ დავუჯერებდი. არა მართალია. ადრე საყვარელი ვიყავი, მაგრამ ამ ბოლო დროს ავურია. დღეს კი ყველაფერს გამოვასწორებ. ამ მომენტიდან მხოლოდ სიკეთეს ჩავიდენ და ყველაზე წმინდა გული მექნება. Hell's Gravity Falls-ში. არაფერი მოსლია. ნუ ეს შეთხოვით მოხდა. ერთლავად. და რა არის ბილი? ზუსტად არ ამინიცის. მისი წარმომავლობა და მიზანი გაურკვეველია. ვიცი რომ ჩვენს galaktikაზე ძველია და გაცილებით ჭეშმარიტია. ეს galaktikაზე ძველი? ფიზიკური ფორმა არ გააჩნია. მხოლოდ ჩვენს გონებაში შეუძლია სერიოზულად? ამიტომაც უნდა ეს სპორტალი გამოვხდეს. მოსალვი ისედაც აქ ფიზიკური ფორმა არ ამ არის. რეალობაში გადმოსვლა. ამისთვის ის ყველას მოატყუებს. როგორ დავიცვათ გონება ბილისგან? რამდენიმე გზა არსებობს, მე თავში მეტალის ფირფიტა და ჩავიმონტაჟებ. თავში მეტალის ფირფიტა. მაგრამ ეს მანქანა გაცილებით უსაფრთხოა. შენს გონებას დაასკანირებს და დაალუქავს ფიქრებს, რომ ბილმა ვერ მოიკითხოს. მიესალმე შენს ფიქრებს. არ მჯერა რომ ავტორთან ვარ. მაღაზია გამეხსნა? ამჯერა ავტორთან ვარ. ვენდი. ვენდი. ჩემთვის შენი და ბილის ამბავი არ მოგიყოლია. დიპერ მენდობი? მაგრამ ხოდა მენდე როცა გეუბნები რომ უმნიშვნელოა. ფორდ. შენი გონება გავაძლიეროთ. რაც შევა გაქვთ ეს სტენების სეგმულების შენახვა. გული გააძლიერა. ათასი კეთილი საქმე. როცა ზღაპრული ცხენი გულში ჩამხედავს, იტყვის რომ 1000%-ით არ ხარ წმინდა. ხამთური. მოიცა რა? შეუძლებელია. მეიბელი წმინდანია. დამპალო ცხენო. მითხარი რას ვაკეთებ არასწორად? კარგი საქციელების კეთება იმის გამო რომ კარგი გამოჩნდეთ. თან ახლა 10 ბაბუა წვერას ჭყლეთ. ბავშვების ოცნება. წოხვარ. ჩემი ბრალი არ არის რომ ცუდი პიროვნება ხარ. ცუდი პიროვნება. მეიბელ დაიცადა. ახლა კი უკაცრავად 3 საათზე ცისარტყელის წინ უნდა ვიპოზიორო. ვენდი გახევს ამ ცხენს შუაზე. დაივიწყე სულავური თმა. თმა უკვე არაფერ შუაშია. სიკეთე და სისაყვარლე ჩემი პიროვნების ნაწილია და თუ კარგი პიროვნება არ ვარ, მაშინ ვინ ვარ? აკავრობას არ დატოვებს სანამ არ მოვიფიქრებს აქციელს, რომელიც კეთილს გამხდის. მეიბელ, შემეშვით. მე თუ მკითხა, დიდი სისულელი ამბავია. მეიბელი საუკეთესო პიროვნებაა, ვისაც ვიცნობ. თუ ასე ვერ მოვიპოვეთ თმა, დროა სხვა გზა ვცადოთ. ვენდის გზა. ეგრეც ვიცი. ძალადობას და შანტაჟს გვთავაზობ. მეიბელს ეს არ მოეწონება. მეიბელი ვერ გაიგებს. დროა შევწყვიტოთ თამაში და ის ვიყოთ, ვინც სინამდვილეში ვართ. შეშლილი, ბრაზიანი, ოფლიანი ცხოველები. ჩვენ ქალები ვართ და იმას მივიღებთ, რაც გვინდა. ვაუ, გრენდა. მეტის მეტია. აი როგორ მოვიქცევით. საინტერესო რა მოიფიქრეს. სკვირელ პარკი. ერთი გათხრა ყველაზე ტკბილი 9 გამარჯვება. პირადობა მაჩვენე. პოლიცია დაიმალეთ. ვინმეს ვეძებ, ვინც იცის როგორ დავამარცხოთ ზღაპრული ცხენი. ჩვენ ადამიანები ვართ და არ დაგვინდათ. ჰა, ფერის მტვერი. ფერის მტვერი? ერთი ჯანთა საკმარისია მის გასათიშეთ. გიშოვით თუ თქვენს რაღაცას ამისრულებთ. ამოღერღე. ბებლების შემოდანა ამ ნაწილში არალეგალურია. მაგრამ მე მომწონს ბებლები. სახეზე მიყუდუნებენ. ერთი ჯანთა პეპლის ფასად შევთანხმდებით. გახმოვანებულია აჭარანეთკომის მიერ. ოპა. გაიგრენდა? ორი ჯანთა ფერის მტვერი. როგორ შევთანხმდით? ეს აიდან გაქვს? სოსისი ყველას უყვარს, მაგრამ რისგანაც ის მზადდება არა. გულს მირა. რომ მიიღე საწამლავი, ახლა მეც მომეცი. ჩვენი შეთანხმება გაუქმდა.
არ გაინძრე დაბადიმრებული ხარ. გაიფობთ. ჩემი არ არის ჩამიდეს მომატყუეს. ეგ საყვარელ მოწყენილ ბუსლს ხარი, რომელიც მოსამართლე იქნება, ჩემი წილი. ვაუ. არც კი ვიცი რა ვთქვა. არა, ეს საკმარისად კარგი არ არის, მეიბელ. შენ უფრო მეტი შეგიძლია. რა თქმა უნდა, ვიმოგზაურებდი, მაგრამ ამ ეკონომიკურ რა ხდება? სანძიბრის მეუთია და დაიძინე. დაიძინე. მართლა კი არა, ცოცხალია. არა, შეჭერდით. მეიბელ, გაიღვიძება. არა, სწორად ვიქცევით. ქოხის დაცვა სწორია. რა? რას ხედავს ჩემი თვალები? შენ არასდროს გექნება წმინდა გული. არა, ეს ის არ არის, რა ჩემ გონია. მე ხუმრები? რა? ზიბეთ, ისევ იმ წმინდა გულის თამაშს თამაშობ? რა სისულელია. ვაუ, სერიოზულად? მოიცადე რა? ჩვენ გულებში ვერ ვიხედებით ჩვენ რქებს მხოლოდ სიმსიმი შეუძლია შესაძლებლის მუსიკას. გასაგებია. წმინდა გულის ამბავი სიწრუეა. მუსიკის დაკვირვა კაია. სრული ტყუილია გესმით, რათა ადამიანებმა არ შეგვაწუხონ. ბიჭებო, მოგეტეთ. მთელი ამ ხნის განმავლობაში მეგონა ცუდი ვიყავი, მაგრამ შენ უარესი ხარ. ოუ. კარგი, საერთოდ მოგაიგე. იდიოტები ვართ. ძალიან ბევრი თმა გვაქვს და არავის უნაწილებ. რას იზამ? რას მოიმოქმედებ? რას იზამ? მიდი მეიბელ. ბნელ მხარე შემოუერთდი. ჩხუბი. ანუ ჩხუბი გინდა? გადამიიღებ. კაი, მიდით. აპა. დიდი ხანი ჭირდება. რა 15% უბრალოდ. გულზე ყველაფერს რატომ მალავს? და ბაბუს ეს რა მეძინება. მანქანა გამოიყენე და განახებს. არა მგონია. ვერ გაიგებს. ბოლოს თვითონაც გეტყვის რაც მეტი იცი, მით უფრო დაეხმარები. კარგად გამომდის გააზრება. მართალია. ტიპერ. ცოტას ნახა. რას მალავ ბილის შესახებ? საიდან მოდის ესაზრები? ვისთან ერთად მუშაობ? ჩემი ძმა საშიშია. ყველა შეცდენა შეუძლია. რა? ხოდა შევთანხმდით. დღეიდან ბოლომდე. შენს გონებას დამაკავშირე სტენფორდ. ოუ. ხო, მეგობარი დამიძახე. ანუ ზუსტად იგივე. ორდი და ბილი? ეს არ უნდა გენახა. დაკავშირებულები. აუ, ხედავთ. ფორდი და ბილი. რატომ ჩამოართვი ხელი ბილს? შენ თქვი რომ ყველა შეცდენა შეუძლია ამისთვის. ხილად. მომაწოდე. ახლავე. არა. რატომ ასკანირებ ჩემს გონებას? ახლა ბილი ხარ? დამშვიდდი. ბიჭის ხე უნდა გეწოდებინა? არა, გთხოვ უნდა მეთქვა. ბაბუძია ფორდმა ბზარის დაცვა მთხოვა. მომიახლოვდები და გესვრი. მისი გონებიდან ამოქშლი. მე ვარ დიბერ, ბაბუძია ვარ. არავის არენდო. მომაწოდე. აუ. კაი. ეგ კიდე კარგად. გამიშვი. ახლა დაწყნარდი. თვალებში ჩამხედე. ფორდია. გებს დააკვირდი, მე ვარ დიბერ. შენი გონების წაშლა ვწადე. მაბადია. არა უშავს, დანაც მაინც არაფერი მომივიდოდა. რა? ბილი რომ ყოფილიყავი, კარგად გამოგვივიდოდა. ნედავ მეჩენერი ყოფილიყავი ახალგაზრდობაში. სინამდვილეში ბილმა მეც მომატყვა. გასაგებია. ეს ჩემი ცხოვრების უდიდესი სინამდვილე. და მაგის მერე ჩაიმაგრა თავში ის. მას მეგობარი ერქვა. ყოველ შემთხვევაში მე ესე მეგონა. ისე როგორც ეხლა თქოს გიდეონს და მე ვიყავარებს. უცნაური წარწერები ვნახე. გამოფრთხილებს რომ არ წამეკითხა, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა. მამა ღლა მოვიკითხე.
მაგრამ არაფერი მოხდა. ეგრე გეიგონა. ერთ შუა დღეს უცნაური სიწმარი ბილის თვალები. გამარჯობა ჭკვიანო. გამარჯოს. გული შეტევა არ მიიღო? ჯერ 92-ის არ ხარ? ჯერ 92-ის. შენ კი სტენფორდ პაინსი ხარ. კაცი რომელმაც სამყარო შეცვალა, მაგრამ ეგ ჯერ ადრეა. მოვეშვა. კაცი რომელმაც სამყარო შეცვალა, მაგრამ ეგ ჯერ ადრეა რა. ჩაიმაქვს. მითხრა რომ მუზა იყო და ბრწყინვალე გონებას ეძებდა. მე სულელი ვიყავი და ვენდე. დამაბრმავა თამაშებმა. ჩემი დამხმარე გახდა, როცა უნდა და ჩემს გონებაში შედიოდა და გადიოდა. როცა მითხრა რომ კვლევების დასრულება შემეძლო, კარიბჭის შექმნით, მე ვენდე. ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ უდიდესი აღმოჩენა მელოდა წინ. უდიდესი აღმოჩენა. და ის მომენტი მაგაგეთს რომ ჩემმა პარტნიორმა ბილის გეგმების შესახებ შეიტყო. მაგაგეთმა გაიგო ბილის გეგმების შესახებ. როგორც ჩანს ჭკუის კოლოფი აზრზე მოვიდა. როცა ბორდალი მზად იქნება, შენი განზომილება ნამდვილ წვეულებას იხილავს. ხომასია მეგობრებო. მეგობრებო? არა მე შეგაჩერებ. გამოხსნავ. სიტყვა ექსიანო. ჩვენ სამყაროებს შორის ხიც ვერ განვიხილავთ. ექსიანო. მაგრამ საყურებლად სახალისო იქნება მცდელობა. მიდი. მიღალადეს. პორტალი გამოვდე. კავშირი გავწყვიტე. ინსტრუქციების დამალვა მომიხდა რათა არავის დაენახა. ამ გარის გაღებას ბილი დიდხანს ელოდა. საკმარისია ბზარზე ხელი მიუწვდეს. მისთვის ეს თამაშია, მაგრამ სინამდვილეში სამყაროს აღსასრული დადგება. ჯანდაბა. ნამდვილად ჯანდაბა. ჩემი საქციელის მრცხვენია. იდიოტი ვარ. ამიერიდან საიდუმლო აღარ გვექნება. პირველი ვინც ბილმა გააბიტურა. მაგრამ თუ ერთად ვიმუშავებთ, უკანასკნელები ვიქნებით. აბარა. მაგრამ ბილი, მანქანა გავაფუჭე. გოხს ვეღარ დავიცავთ. ვინმე მზღაპრული ცხენის ჩახსენა? არა. არა და კარგი იქნებოდა. მოკლედ მოვიტანე. ასევე მისი ცრემლები, წამწამები. ბოლოს საგანძურიც მოგცეს. სერიოზულად. შეუძლებელია, საოცარია. ამ თმით მთელ ქოხს დავიცავთ ბილისგან. კარგია. უკეთესია. სრულყოფილია. ოჯახი დაიცავი. შენ საუკეთესო პიროვნება ხარ მეიბელ. საუკეთესო პიროვნება ხარ კი. დღეს ვისწავლე რომ მორალურობა საჭიროა. ბული. სტენლი კაიგა. ზედა. კაია. ჩვენიერია, ასე ბილისგან დაცულები ვართ. ქოხში ჩვენს გონებას ვერ მიეგარება. ქოხში ვერავის დავიმონებ მამიდომ. ჩემი მონის მოძებნა გარეთ მომიწევს. ფილმსა მსახიობები ალექსანდრე ხურესბედიანი და ნესტან ხახუგი. მის რეჟისორი ზურა კოკლიანი. გახმოვანებულია აჯარა. ხარბაჩენის. წესდებით გიდეონი, იმიტომ რომ გიდეონი იძახებდა ბოლოს. მე 11%-ზე ვარ კომპიუტერი. მე კარგი დროს ვარჩი. ესე იგი ეს იყო Gravity Falls-ი მეორე სეზონის მე-15 სერია The Last Mabelcorn. კაი სერია იყო, უფრო მომეწონა ვიდრე წინა. გავიგეთ ფორდის წარსულის შესახებ ახალი და შეიძლება ითქვას ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები და მზადებით ბილის მოსასვლელად. ბილი და ფორდი ადრე იყვნენ მეგობრები, კონტრაქტიც ჰქონდათ ისეთივე როგორც გიდეონთან ჰქონდა ბილს და ახლა აქვს მის თმები აქვია ზღაპრული ცხენის. შეგვიძლია დავიცვათ სახლი, მაგრამ საქმე ისაა, რომ გიდეონი ყავს თავისუფალი და ბილიც აპირებს ვინმე მაგარი იქნება თუ სინამდვილეში გიდეონი არ იქნება ესა ვინც კონტროლის ქვეშ უნდა აიყვანოს და ვინმე სხვას მოფიქრებს, სხვას მოძებნის.
იმიტომ არ მინდა ახლა გამეთიშეს. მაგრამ ხო, მე მაინც ვთვლი რომ გიდეონი იქნება. იმედია მალე მიუახლოვდებით შედარებით მაგ ფინალს, აი წესით მალე უნდა მიუახლოვდეთ, როგორც მე ვიცი. შემდეგი 2 სერია არის ჩვეულებრივი და მე არის 4 წელიანი ფინალი, მაგრამ როგორც ავატარში მოხდა, შეიძლება ისეც მოხდეს მე-17 სერია რომ ნახშირის კუნძულის მსახიობები იყო, მაგ მონჩი იყოს და მე უკვე 4 წელიან ექშენზე გადავიდეთ. ნახოთ. ასე თუ ისე, შვენიერი სერია იყო ჯერჯერობით Gravity Falls-ი. შვენიერი სერიალია და იმედია კიდე უკეთესი მივიღებთ შემდეგშიც. და დაგვრჩა სულ რაღაც 6 სერია. არც ისე მინდა რომ დავიმშვიდობო Gravity Falls, მაგრამ რა ვქნა. ავატარზეც ზუსტად იგივენაირად ვიყავი. ერთი მხრივ ფინალიც მაინტერესებს ძალიან, ამიტომ ხო. შევეცდები ცოტა ავჩქარდე. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარისხილაკი. მადლობა ყველას, გემშვიდობებით, გნახავთ სხვა ვიდეოში. კარგად წადო.